მე მინდა სახელმწიფოს ნაწილში, როგორც ვილაპარაკეთ პედაგოგებთან ერთად და დირექტორებთან ერთად, გორელი გახდეს საყოველთაო და არა მარტო ლოკალურად აი მარნეულში, გარდაბანში. ერთ-ერთი თქვენთაგან დამკვირვებლის მოქალაქე. გერმანია პროექტის დაწყების დღიდან უდგას მხარში ამ პროექტს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტი, რომლითაც ვამაყობთ და რომთასივე მოსწავლე არის უკვე საუკეთესო იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიის ასი აფასებს და ასეთი დიდი სიყვარული ფუთქება. გორელის მარნეულის გამარჯვებული არის ლუკა ანდრიაშვილი. არ მინახავს ასეთი აქტიური პროექტი საერთოდ რაც კი არ მოსწავლე. სწავლობ მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლაში, ვარ მე-11 კლასის მოსწავლე და როგორც მოგესალმებათ, გავხდი დიდგორელის ესეთი კონკურსის გამარჯვებული. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, ძალიან დიდი სტიმული იმისა, რომ გავაგრძელო შემდგომში უკვე ისტორიის უფრო ღრმად განსწავლა და ეს კონკურსი ემსახურება იმ მიზანს, რომ აი დაანერგოს ინტერესი ახალგაზრდებში და მოსწავლეებში ისტორიის სწავლის. კომპანია RMG პროექტ დიდგორელის გენერალური სპონსორი ამ პროექტის დაარსების დღიდან. ეს უკვე მეოთხე მუნიციპალიტეტია, რომელშიც იმართება აღნიშნული ისტორიის კონკურსი. ვულოცავთ პირველ რიგში გამარჯვებულს, რომელსაც კომპანიის სახელით 6 თვიანი სტიპენდია გადაეცემა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქ იყვნენ მოსწავლეები, რომლებსაც ზოგადად სწავლა უყვართ და ძალიან კარგად მეცადინეობენ, მაგრამ ამ პროექტმა მისცა საშუალება დამატებით ემუშავათ, გაეღრმავებინათ თავისი ცოდნა, შეეყვარებინათ უფრო მეტად ეს საგანი, თავისი ქვეყნის ისტორია, ვადევნებდი ყოველდღიურად თვალყურს, გაკვეთილების შემდგომ ამ ბავშვებს, როგორ მუშაობდნენ, როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს ცოდნას. ჩემმა მოსწავლემ გაიმარჯვა, აფორიაქებული ვარ და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისათვის.